გადაცემის მხარდამჭერია ფრანგულ-ქართული სამედიცინო ცენტრი კახეთი იონი. Პარცეულო ტელემაყურებლებო, გადაცემა ჯანმრთელობა ტელეკომპანია გურჯაანის ეთერშია, გამარჯობათ. მივესალმებით ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. შეგახსენებთ იმასაც, რომ გადაცემის მხარდამჭერია ფრანგულ-ქართული სამედიცინო ცენტრი კახეთი იონი, სადაც წარმატებით მიმდინარეობს სკრინინგით გათვალისწინებული გამოკვლევები. ეს გამოკვლევებია მანდილოსნის სარძევე ჯირკვლების, სადაც უნდა მიბრძანდნენ 40-დან 70 წლის ასაკის მქონე ქალბატონები, საშვილოს ნოსყელის გამოკვლევა 25-დან 60 წლის ასაკის მქონე მანდილოსნები, მსხვილი ნაწლავის გამოკვლევა 50-დან 70 წლის ასაკის მქონე მოქალაქეები და პროსტატის გამოკვლევა 50-დან 70 წლის ასაკის მქონე მამაკაცები. თბილისის გარდა საქართველოს ყველა რეგიონიდან. ცხადია, ეს ყველაფერი უფასოდ. ხელმძღვანელი ქალბატონი ნარგიზი ზიბზიბაძე. აქვე გახსნილია და ფუნქციონირებს დიალიზის და ქიმიოთერაპიის კაბინეტი. აქაც შესაბამისი კუთხე დავდევრე, შეუძლიათ მიბრძანდნენ და ჩაიტარონ მკურნალობა. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია გურჯაანის ჯეოგ ჰოსპიტალსის სამიანო გინეკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი ბატონი მერაბ პაპუაშვილი. მოგესალმებით ბატონო მერაბ და ჩვენი საუბარი დავიწყოთ იმ თემაზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით მანდილოსნებს ასე აწუხებთ. ალბათ არ იქნება უცხო თუ ჩვენ შევეხებით იმას, რომ ზოგჯერ არის ფაქტები და არც თუ იშვიათად, რომ ფეხმძიმე ქალბატონი არახელოვნურად, არამედ ჩვეულებრივ ბუნებრივად მოულოდნელად ხდება იმის მომსწრე, რომ მოეშალა მუცელი. და არის ფაქტები, რომ დეპრესიაშიც ვარდება, ნერვიულობს, რამ გამოიწვია და აი ეს ყველაფერი ამასთან დაკავშირებით იქნება ჩვენ განვმარტოთ, რომ თვითონ რა არის ეს, რატო ხდება ეს, რის მიზეზით ხდება და რამდენად საშიშია ფეხმძიმე ქალისათვის და შემდგომში თუ ეს იმოქმედებს მის შემდგომ განაყოფიერებებზე. გისმენთ? მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. დავიწყებ იმით, რომ სამწუხაროდ არის ესეთი, არსებობს ესეთი ფაქტი, ეს არის ამას ქვია ორსულობის შეწყვეტა და ვიტყვი იმას, რომ ორსულობის შეწყვეტის მიზეზი ეს არსებობს ბევრი მიზეზები ამისი, შეიძლება იყოს წამყვანი, მაგრამ თავიდან მინდა აგიხსნათ, რომ არსებობს პირველადი უშვილობა და არსებობს მეორადი უშვილობა დიაგნოსტიკით. პირველადი უშვილობა არის იმ შემთხვევაში ისმება ეს დიაგნოზი, თუ ქალი გათხოვებიდან 1 წლის განმავლობაში ვერ ფეხმძდება რაღაცა მიზეზების გამო. მეორადი უშვილობას ეწოდება ის მდგომარეობა, როცა ქალი იყო ერთხელ ფეხმძიმე, გააჩინა შვილი, ყავდა შვილი, ან კიდევ იყო ფეხმძიმედ და მერე უკვე რაღაცა მიზეზების გამო აღარ ორსულდება. მიზეზი არსებობს სხვადასხვა იმიდან გამომდინარე, პირველადი უშვილობაა თუ მეორადი უშვილობა. მეორადი უშვილობის მიზეზები ხშირად არის ინფექციებია, არის ხშირი აბორტები, არის სტრეს ფაქტორები, არსებობს პროფესიონალური მავნეჩვევები და ასე შემდეგ. წამყვანი მეორადი უშვილობასა უფრო ლიტერატურაში უფრო ხშირ აბორტებს აქვს წამყვანი როლი ამ მეორადი უშვილობის გამო დიაგნოსტიკაში. პირველადი უშვილობის მიზეზები შეიძლება იყოს წამყვანი არის ინფექციები.
ენდოკრინული დაავადებები, საკვერცხეების უკმარისობა, მომწიფებელი კვერცხუჯრედები და ეს გამოვლინდება აგრეთვე ქალის სხვა ფუნქციებშიც დარღვევებით და აქედან გამომდინარე კუნალობაც შესაბამისად ისეთი იქნება რა მიზეზია წამყვანი იმის მიხედვით ხდება კუნალობა არსებობს ესეთი მიზეზით შეიძლება იყოს არსებობს ესეთი თეორიაც რომ უშვილობის მიზეზი შეიძლება იყოს თვითონ ამ ქალის დედის მუცელში განვითარების რაღაცა რისკ ფაქტორები ესეთი ისიც არსებობს ამიტომ დიდი როლი ეს რა ქვია ამაზე მუშაობენ სპეციალური ინსტიტუტები ეს არის ცალკე განყოფილება გინეკოლოგიურ დისციპლინაში და ამას დიდი როლი ეწოდება რომ გამოიკვლიონ აი დიდი მნიშვნელობა ეწოდება გამოავლინონ მიზეზი უშვილობისა რა არის წამყვანი თუ მიზეზი იქნება დროზე აღმოჩენილი უშვილობის პრობლემა ქალს ეხსნება მაგრამ ბატონო მერაბ აქ ერთი საკითხი არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რომ ფეხმძიმე მანდილოსანი აგრეთვე დგება ამა თუ იმ კლინიკაში შესაბამის გინეკოლოგთან. საიდანაც ის იღებს რჩევებს, კურნალობს და ყოველგვარ მითითებებს ასრულებს. მაგრამ ის დამოულოდნელად აი ხდება ის, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ. და წინასწარ შესაძლებელია თუ არა იმ კონსულტაციას, სადაც გადის რომელ გინეკოლოგთანაც რომ იქ შემოწმების შედეგად დადგინდეს რომ მას აქვს ინფექციური დაავადება, ან თქვათ არის ისეთი შესაძლებელი ფაქტორი რომ განვითარდეს უარყოფითად და შემდგომში მოეშალოს მას მუცელი ეს ყველაფერი. აი რატომ არის მაშინ წინასწარ კონსულტაცია? თუ კი ჩვენ ამას ლოკალიზებას ვერ გავუკეთებთ და ვერ შევაჩერებთ. სამწუხაროდ ხალი დგება კონსულტაციაზე როგორც წესია უკვე დაფეხმძიმებული და ითვლება აუცილებლად რომ ხალი უნდა დადგეს კონსულტაციაში 12 კვირის ორსულობის ვადამდე. მაგრამ არის ისეთი დაავადებები, თუნდაც მაგალითად მოგიყვანთ, როგორც არის ნაყოფის ნევრული სისტემის ჩამოყალიბების პათოლოგიის ასაცილებლად ან ნევრული ღეროს მანკის თავიდან ასაცილებლად ესეთი მიღებული კუნალობის მეთოდი, როგორც არის ფოლის მჟავის მიღება დაორსულობამდე 3 თვით ადრე. 3, 5, 6 თვით ადრე. სამწუხაროდ ხალი როცა ფეხმძიმდება, მე იღებს ამ ფოლის მჟავას, რომელსაც ეს აუცილებელია რომ მიიღოს. და რა თქმა უნდა, ეხლა კიდევ ვიმეორებ, რომ ჯობია ეს მიიღოს, სანამ დაფეხმძიმდება და 6, 5 თვით ადრე. მაგრამ იმის გამო რომ ჩვენ უკვე სხვა საშუალება არ აქვს, ჩვენ მაინც უნიშნოთ კუნალობას იმ დღიდან, როცა ხალი მივა ქალთა კონსულტაციაში აღრიცხვაზე. რაც შეეხება იმ დაავადებებს, რომელიც თავიდან შეიძლება ავიცილოთ, რომელმაც შეიძლება გამოიწვიონ ორსულობის შეწყვეტა, ეს უკვე ხალმა უნდა მიაკითხოს იგივე ქალთა კონსულტაციის ექიმს, იგივე თავის ოჯახის ექიმს, თუ რამე აწუხებს მაგას რაღაცა ისეთი არ არის ფიზიოლოგიური, რომელსაც თვითონ ახედავს რომ ეს არ უნდა იყოს, რომელიც დროზე უნდა იყოს განკურნებული, ეს იგივე ინფექცია იქნება, ანთებები იქნება, ან იგივე მენსტრუალური ფუნქციის არარეგულარობა, მოშლა, ესეთი რაღაცები უნდა თავის თავს თვითონ წინასწარ უნდა მივიდეს ქალთა კონსულტაციაში და ან იგივე ოჯახის ექიმთან. და სადაც დაენიშნება კუნალობა, სანამ დაფეხმძიმდება. რა თქმა უნდა, ამ დროს დიდი უფრო პროცენტია და დიდი შანსია, რომ ის ორსულობა ჩაივლის ნორმალურად და არ იქნება ის ნიშნები, რასაც აქვიან ორსულის შეწყვეტის ნიშნები, ან სამწუხაროდ ორსულობის მოშლა. ბატონო მერაბ, საერთოდ როდესაც ფეხმძიმდება ქალბატონი, მის ორგანიზმში შესაბამისად მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლა, ირღვევა, თითქოს ფუნქციები. და იქ თავს იჩენს სხვადასხვა სახის გამოვლინებები დაავადებისა და ამავე დროს არის თუ არა შესაძლებელი ის რომ
წარსულში რაიმე გადატანილი კონდეს, მაგრამ აქ აღინიშნა თუნდაც ის ინფექციური დაავადება, ან საერთოდ სხვა დაავადება ნებისმიერი, რომლებიც ამ სიტუაციაში წინაპლანზე მოდის და ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი ფაქტორი შეიძლება განსაზღვროთ იმისა, რომ უკვე ორგანიზმში ის წამყვან როლს ითამაშებს ნაყოფის მოცილებას თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, მიზეზები, როგორც ავთქვი, ძალიან ბევრი არსებობს. იგივე გადატანილი ინფექციური დაავადებები, ვირუსული ინფექციური დაავადებები, რომელმაც შეიძლება იმოქმედოს საკვერცხლის უჯრედებზე, საკვერცხლის ნორმალური ფუნქციონირებაზე. როცა საკვერცხლი არ ამუშაობს ნორმალურად, როცა საკვერცხლის არ გამოყოფს იმ საჭირო დონის ჰორმონებს, ეს იქნება ესტროგენები, იქნება თუ პროგესტერონები, რა თქმა უნდა, საშვილოსნოს ღრუს ლორწოვანიც არ იქნება სულფასოვანი და იმ საშვილოსნოს ღრუს ლორწოვანს არ შეექმნება ის პირობები, რომ ნორმალურად კვერცხურჯედი მიიღოს და იქიდან მერე განვითარდეს ნაყოფი. და ამიტომ ხდება ხოლმე ხშირი ჩამოფსკვრა ლორწოვანისა და ორსულობის შეწყვეტა. ჩვენ უფრო ხშირ შემთხვევაშია ამ ორსულობის მოსალოდნელ შეწყვეტის მიზეზებს ვკურნალობთ, ვიდრე არა გვაქვს იმის საშუალება, იგივე იმის მიზეზის გამო, რომ ეს არის გვიანი ექიმთან ვიზიტის გამო, ჩვენ უფრო ვკურნალობთ მოსალოდნელი ორსულობის შეწყვეტის მიზეზებს, თორემ მიზეზს რაც შეიძლება გამოიწვიოს ეს შეწყვეტა, ჩვენ იმასთან იმის გამო, რომ არის დაგვიანებული ვიზიტი, ამას ჩვენ იშვიათად აგვაქვს ესეთი შემთხვევები. და ალბათ დაინტერესებთ ჩვენს მანდილოსნებს, დაინტერესებს მამაკაცებსაც, ცხადია ოჯახის სიმტკიცეს განაპირობებს მომავალი თაობა, მათი შვილები და აი ამ პერიოდში, როდესაც მას თუნდაც პირველი მშობიარობის წინ მას მოცილდება ნაადრევად ცხადია ნაყოფი, არის თუ არა საშიშროება, რომ შემდგომში რაიმე პრობლემის წინაშე დადგეს? ეხლა მედიცინაში ესეთი სუფთა 100%-იანი გარანტიები არ არსებობს. რა თქმა უნდა, ეხლა ორსულობა ნორმალური ფიზიოლოგიური პროცესია და არ სცილდებოდეს, როცა ქალი დაფეხმძიმებული. რა კი არის მიზეზი, არსებობს მიზეზი იმისა, რომ ორსულობა შეწყდა, ესე იგი ეს მიზეზი შეიძლება მომავალშიაც იმოქმედოს მომავალ ორსულობაში და შეიძლება მიზეზი ისეთი იყოს ქრონიკულში გადავიდეს და ქალი ჩამოაყალიბოს ამან უშვილობა. აი ეს უშვილობის მიზეზი ხშირად არის ხოლმე მეორადი უშვილობის გამო, როცა ქალი იკეთებს პირველი ორსულობის მერე იკეთებს აბორტებს და მერე ის აბორტები, როცა ის ლორწოვანი ხდება საშვილოსნოს ღრუსი არასრულფასოვანი, ხდება ხოლმე ამ ორსულობის შეწყვეტა შემდგომში და ჩამოყალიბდება ხოლმე მეორადი უშვილობა. ამიტომ მიზეზი ყოველთვის შეიძლება იყოს. ყველაზე კარგი აქედან გამოსავალი არის, რომ ქალი იყოს მოწესრიგებული, დროზე მიხედოს იმ დაავადებებს, რომელიც მაგას აწუხებს და მიიღოს იმის პროფილაქტიკური მკურნალობა ამისი. და არა ორსულობის დროს, როცა უკვე ორსულობა გვაქვს, მერე აღმოჩნდება ხოლმე, რომ იმას აქვს ვირუსები, იქ არის რაღაცა ანთებები. ან ზოგჯერ შეიძლება თვითონ დამალოს ესა თუ ის რაღაც დაავადება როცა ჰქონდა და როცა მალავს მაგას უკვე ჩვენ ვერაფრით ვერ უშველით და შობია, რომ ქალმოთ მოიყოს მოწესრიგებული და დროზე მიხედოს თავის იმ დაავადებებს, რომელსაც თვითონაც თulis აქვს. ამაზე გავლენას თუ ახდენს მამაკაცი, რომელსაც ანალოგიურად შეიძლება ინფექციური რაღაც დაავადება ჰქონდა და ნაყოფზე თუ შესაძლებელია, რომ ანალოგიურ რაღაც პატარა გავლენა მოახდინოს. ერთ-ერთი მიზეზი უშვილობისა შეიძლება იყოს მამაკაცის სპერმის უკმარისობა, არასრულფასოვნობა იმ სპერმისა. ეგეც შეიძლება იყოს გამოწვეული როგორც ისევე ინფექციური დაავადებებიდან, როცა შეიძლება იმ ბავშვობის დროს გადატანილი, ან მერე შეძენილი რაღაცა მიზეზების გამო, რომელმაც ან კიდე იგივე ინტოქსიკაცია, მავნე ჩვევები, ალკოჰოლიზმი, სიგარეტის მოწევა და ასე შემდეგ და კიდე მავნე პროფესიონალური ფაქტორები, რომელმაც შეიძლება გამოიწვევოს სპერმის ნაკლებლობა ან უნაყოფობის მიზეზი, ეგეც შეიძლება იყოს მამაკაცის ფაქტორი და აგრეთვე შეიძლება იყოს ის დაავადებები, რომელიც გადადის სქესობრივი გზით. ბატონო მერაბ,
აი რა მნიშვნელობა აქვს ამ ფაქტთან დაკავშირებით იმას, რომ ხო არა აქვს რაიმე კავშირი, როდესაც ასაკობრივ ასაკს, რომ ხანდაზმული ქალბატონი, როდესაც გვიან გათხოვდება, მას შეიძლება მოუხდეს ანალოგიური შემთხვევა, ან ახალგაზრდა პატარა ბავშვი, და ავიღოთ თუნდაც 16-17 წლის, რომ გათხოვდება და აი ამ პერიოდში ხო არ არის კიდევ მნიშვნელოვანი ეს გამოვლინება ამისი. აი ამაზე თქვენი უფრო რჩევა მნიშვნელოვანია, რომ ზოგი 50 წლის თხოვდება, 48 წლის, ან ზოგი 14-15 წლის, 16 წლის. და აი ამ შემთხვევაში არის რამე ისეთი რისკ ფაქტორი, რომ მოხდეს. რა თქმა უნდა, ეხლა ახალგაზრდა ორგანიზმი შეიძლება ფიზიკურად იყოს, კარგად გამოიყურებოდეს და კარგად იყოს, მაგრამ ის ორგანოები, რომელსაც რეპროდუქციული ორგანოები ხალხს შეიძლება გასანიშნავებელი კონდეს და ამიტომ არის, რომ ის არის ბავშვის ასაკია 15 და 16 წლის ბავშვები, ბავშვებათა ვთვლით ჩვენ, იმიტომ რომ ბავშვია ის კიდე და შეიძლება ის შეხედულობით ფიზიკურად გამოიყურებოდეს როგორც ქალი, მაგრამ ის ორგანოები გაუნითარებელია და ამ დროს როცა ხდება ჩასახვა შეიძლება ის იყოს არასრულფასოვანი, მოშორდეს, მერე კიდეს უკვე გადავიდეს ჩვეულებრივ აბორტად და ესეც ხდება ხოლმე ერთ-ერთი უშვილობის მიზეზი. ხანდაზმულობის ასაკიც რა თქმა უნდა ეხლა საკვერცხებს აქვს თავისი ფუნქციონირების ფელტირული ვადა ესეთი რომელიც არის 16-დან 45 წლამდე ესე მიახლოებით და მერე უკვე ხდება ფუნქციების დარღვევა და ჰორმონების შემცირება ორგანოებში და რა თქმა უნდა ძნელია, მაგრამ ჩვენ ლიტერატურიდანაც ვიცით და ბიბლიიდანაც ვიცით, რომ ყოფილა ესეთი შემთხვევები, რომელიც აი ხლაც იყო ერთი შემთხვევა, რომ 50-60 წელს გადაცილებულ ქალსაც გაუჩენია, ესეთი არის შემთხვევები იშვიათი. მაგრამ ჩვენ იმ იშვიათ შემთხვევებზე რა გვაქვს ლაპარაკი, ითვლება ნორმად ითვლება, რომ რეპროდუქციული ორგანოები ქალს უნდა იყოს კონდეს ჩამოყალიბებული, განვითარება დამთავრებული და მერე უკვე შეიძლება რომ იმ ვილაპარაკოთ სრულფასოვან ორსულობაზე. საშვილოსნოში. და ეს ყველაფერი ხო არ გამოიწვია ცივილიზაციის განვითარებამ, იმიტომ რომ ადამიანმა დაკარგა იმუნიტეტი, მოეშვა, ფიზიკური აქტივობას აღარ აქვს მის ცხოვრებაში ადგილი, იმიტომ რომ თუ ახლოს ისტორიას ჩვენ გადავხედავთ, ბატონო ვერა, თითქმის მედიცინა ისე არ იყო განსაკუთრებით გინეკოლოგია განვითარებული და სოფლად მხოლოდ ბებიები აკეთებდნენ იმას, რასაც დღეს მთელი სამშობიარო ბლოკი აკეთებს. ადგილზე ბინაზე ხდებოდა მშობიარობა და თანაც ერთი კი არა 12 და 6 და 7 შვილი ხავდათ ყოველთვის და ასეთი ფაქტები ძალიან იშვიათი იყო მუცლის ნაადრევი. შეიძლება იყო, მაგრამ ესე მასშტაბური არ ყოფილა და არის ეს ფაქტორი იმისა, რომ ადამიანის ორგანიზმი დასუსტდა, განსაკუთრებით ქალბატონების, იმიტომ რომ თანამედროვე ამ უმოძრაობამ, უმოქმედობამ გავლენა იქონიეს. თუ არის რაღაც ამ კავშირში მასთან. ცოტა მიჭირს ამ პასუხზე გაცემა, მაგრამ მე ვიტყვი, რომ საერთოდ უშვილობის მიზეზი შეიძლება იყოს იმუნიტეტის დარღვევაც, შეიძლება იყოს რადიაცია, რომელიც არის მომატებული, ეკოლოგიური დარღვევები, აი სულ ყველაფერი ერთმანეთში საჭმლის საკვების სისუფთავი როგორც საკვებს ჩვენ ავღებულობთ, სულ ყველას აქვს თავის მნიშვნელობა, რომ ნორმალურად იმუშაოს ქალის რეპროდუქციული ორგანო და როცა არის დარღვევები, ახლა შეიძლება იყოს იგივე ფიზიკური უმოძრაობა, როგორც თქვენათვით, ზედმეტი რადიაცია, ეკოლოგიური რაღაცა დარღვევები, ამან ეს რა თქმა უნდა აუცილებლად მოქმედებს ქალის რეპროდუქციულ ფუნქციაზე. და ეგეც არის ერთ-ერთი წამყვანი. მე გითხარით, რომ მიზეზები არის ძალიან უამრავია მიზეზები. აი ზუსტად მიზეზების დადგენა არის შველის იმას, რომ ჩვენ შეიძლება ვებრძოლოთ ამ მე ესე ვიტყვი, უკვე სენი გახდა უშვილობა, ძალიან ბევრს ქალს უნდა შვილი იყოლიოს, მაგრამ არ გამოსდით რაღაცა მიზეზების გამო. ეს უკვე დაავადება სენია ეს. და ბატონო ვერა ეს გასაგებია ყველაფერი, რაზეც თქვენი საუბრეთ და რო დავამშვიდოთ ჩვენი ახალგაზრდა ოჯახები, განსაკუთრებით მანდილოსნები, დღეს სამედიცინო სამსახური გინეკოლოგია არის იმ სიმაღლეზე თავისი მედპერსონალით, იმ მედიკამენტებით, რომ ჩვენ იმედი მივცეთ მათ, რომ კი
შეიძლება მოხდა ასეთი ფაქტი, მაგრამ შემდგომში ყველა ღონე იქნება მიღებული ზომები იმისათვის, რომ მაქსიმალურად შენარჩუნდეს ნაყოფი და მოხდეს ნორმალურად მშობიარობა. რა თქმა უნდა. აქ არის მთავარია ჩვენ გავერკვიოთ რა არის უშვილობის მიზეზი, საიდან მოდის ეს უშვილობის მიზეზი და კურნალობა შეიძლება ჩატარდეს საკმაოდ ეფექტური. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აუცილებელია რომ ხალი იყოს მოწესრიგებული და დროზე მიხედოს იმ დაავადებებს, რომელიც თვითონ იცი ან მივიდე ექიმთან აქონდეს კონსულტაცია გინეკოლოგთან, რომელიც არსებობს მოზარდთა გინეკოლოგიც ესეთი ის რა ვიწრო სპეციალიზაცია. ქალთა კონსულტაციაში გინეკოლოგი ემსახურებამ და ჩაიტაროს ხოლმე პროფილაქტიკური გასინჯვები წელიწადში ორჯერ სამჯერ, ისა 3 წელიწადში ერთხელ და ეს მოწესრიგება სულ ყოველთვის როცა ხალი არის მოწესრიგებული, ნაკლები შანსია რომ იქ რაღაცა განვითარდეს, რაღაცა უშვილობის მიზეზები. ამიტომ ძალიან ბევრი მნიშვნელობა ეწევა ხალი როგორ არის მოწესრიგებული და მე სიტყვა მოწესრიგებაში, ხედველობაში მაქვს რომ მიხედოს თავის ჯანმრთელობას და თავის ჯანმრთელობას უნდა მიხედოს ექიმთა რეგულარული სიარულით. ამას თქვენ პროფილაქტიკური გასინჯვები, რომელიც აწარმოებენ ქალთა კონსულტაციის ექიმები. ძალიან საინტერესო იყო ბატონო მერაბეს საუბარი და მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით, ვინაიდან თქვენ აქ გძანდები და ჩვენს ტელემაყურებლებს განსაკუთრებით იმ კატეგორიას, რომლებსაც აქვთ პრობლემები ამ კუთხით, ჩვენ კიდევ ერთხელ არ ვესაუბრობთ ამ თემაზე. ეს არის უშვილობის საკითხი. ოჯახი იქმნება სიყვარულის ნიადაგზე და შემდგომ პრობლემა ისჩენს ის, რომ ვერ ფეხმძიმდება ქალბატონი, ოჯახს შვილი უნდა, ჩვენი ოჯახის სიმტკიცის ერთადერთი ძირითადი წყარო ეს არის შვილები და ინგრევა ამის გულიზე ოჯახები, ბატონო მერაბ. ადრე ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ამ კუთხით რაღაც ნაბიჯები გადაიდგა ხელოვნური ჩასახვის კუთხით და განსაკუთრებით ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს თურქეთის სტამბულის კლინიკა, აჯიბადენის კლინიკა, რომელიც ფაქტიურად ყველანაირ დახმარებას უწევს ჩვენს ქვეყანას იმისათვის, რომ ეს აღმოიფხვრას და თუ საშუალება არის კურნალობისა იმისა მიიწვიონ იქ ადგილზე და ყველაფერი იყოს ნორმალურად მოწესრიგებული. აი მასთან დაკავშირებით იქნება კიდევ ერთხელ მოკლედ ავუხსნათ ჩვენს ტელემაყურებლებს, რომ სასოწარკვეთას მიეცემიან, აი აქედან გამომდინარე თუ ისინი ვთქვათ, გავიდა რამოდენიმე წელი და ეს პრობლემა მათ მუდმივად აქვს, სიყვარულის ნიადაგზე შექმნილი ოჯახი მაქვს ხედველობაში, ოჯახი არ უნდა დაინგრეს, კურნალობის შედეგად ყველაფერი იქნება. აი რა არის ეს აჯიბადენის კლინიკა, რა ურთიერთობა გვაქვს მასთან და როგორ ხდება იქ მამდის მისვლა და შემდგომში ალბათ სრულყოფილი მკურნალობა და ოჯახის სიცოცხლის გაგრძელება, რომ იტყვიან გისმენთ. დიახ, გეტყვით, ის ქალბატონები, ის ოჯახი უბრალოდ რომელსაც უნდა იყოლიან შვილი და რაღაცა ეს ბედნიერება არ აქვს. ეხლა ესეთი ის არის ინვიტრო განაყოფიერება შემოვიდა ეს ბოლო წლებში, ეს ბოლო 20 წელი ესეთი ინვიტრო განაყოფიერება, რომელიც ხდება კვერცხუჯედის ამოღება ქალის ორგანიზმიდან და მამაკაცის სპერმით იმის დაფემძიმება. ამას ესე ხალხ შეძახება კოლბის ბავშვებიო თუ რაღაცნაირად ესეთ სახელები ქვენ არ ვიცი და მე ეს დაფემძიმებული კვერცხუჯედი მოთავსდება საშვილოსნოს ღრუში და ვითარდება იქ ორსულობა და ასე შემდეგ. თვითონ რა არის ეს ხელოვნური განაყოფიერების პროცედურა? ეს იხმარება იმ შემთხვევაში, როცა ქალს და მამაკაცს ბუნებრივი გზით შვილის ყოლის ხელშემშლები რაღაცა პრობლემები აქვთ. ან ქალის მიზეზი, ან კაცის მიზეზის გამო. საქართველოში საკმაოდ ბევრი ცენტრი გაიხსნა ხელოვნური ინვიტრო განაყოფიერებისა. მაგრამ ჩვენ გქონდა ესეთი შეხვედრა გქონდა გაზაფხულზე, იყო საერთაშორისო კონფერენცია სტამბულში, აჯიბადენის კლინიკაში, ქალთა უშვილობის მიზეზების გამო. იქიდან იყვნენ მიწვეული, საქართველოდან იყო მიწვეული ესე 12-მდე მათ შორის მეც ვიყავი. ამ კონფერენციის დროს დაგვათვალიერებინეს
ეს აჯებადენის კლინიკა, რა თქმა უნდა, ეხლა სიტყვებით ვერ გეტყვით იმათი წარმატებებსაც და ისეთი რაც იქ ნახე და იმ ტექნიკა და სულ ყველაფერი, ეს არის ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი კლინიკა, სადაც მუშაობენ როგორც ევროპელი სპეციალისტები, ისევე თურქიის სპეციალისტები, ამერიკის სპეციალისტები მუშაობენ იქა და საკმაოდ დიდი ეფექტური აქვთ გამოსავალი. თუ საშუალოდ გამოსავალი ითვლება ჩვენს პირობებში ეს არის 46%, როგორც იქ იმაში ესე მითხრეს გააჟღერეს იმ კონფერენციაზე. მაგ კლინიკის მიღწევები არის ეფექტურობა ამ დაავადების კუნალობისა, ესე იგი ან in vitro განაყოფიერების კუნალობის შემდეგ 76%, ეს საკმაოდ დიდი პროცენტია. რომ შევადაროთ სხვა კლინიკებთან, რაც რომელიც იქ იყო გაჟღერებული 45, 46 და 76. წარმოიშვა ესეთი იდეა, რომ რაღაცნაირად იყოს ხელშეწყობის ფაქტორები შეუქმნან ქართველ მოსახლეობას, რომელიც არ გააჩნიათ სხვა საშუალება და მართლა სჭირდებათ იმათ ხელოვნური განაყოფიერებით ბავშვის ყოლა და ურთიერთ თანამშრომლობა წარმოიშვა ესეთი ხელშეკრულება, სავით დაიდო, სადაც საკმაოდ დაბალ ფასებში შეიძლება რომ ხალი წავიდეს და იმკუნალოს ამ კლინიკაში. ფასებსაც ესეთი მიახლოებით ფასი არის $5,000-მდე. სადაც შედის ამ ფასში შედის გზავრობის ხარჯები, ეს არის თვითმფრინავის ხარჯები, სასტუმროს ხარჯებიც შედის აქა, იქ აეროპორტში ხდება იმათი წარმომადგენელი, მიყავთ იქ თავიანთ სასტუმროში ამ კლინიკაში, იქ დაყონების დრო შეიძლება იყოს 3-დან 12 დღემდე, 14 დღემდე, გააჩნია რა დაავადება აქვს, როგორი, აუცილებლად უნდა იყოს ხალი უნდა იყოს ქმართან ერთად და ხელი უნდა ჰქონდეთ მოწერილი. ეს არის თურქეთის კანონმდებლობით. და კეთდება იქ ჩატარდება ეს in vitro განაყოფიერების პროცედურები. შემდგომში ის ხალი იქნება დაკვირვების ქვეშ როგორც თურქეთში, ისე შეიძლება იყოს ჯეო ჰოსპიტალის, ჩვენ ახლა მე ვარ ჯეო ჰოსპიტალის წარმომადგენელი, საქართველოსდან იყვნენ 3 ჯეო ჰოსპიტალის წარმომადგენელი და ნებისმიერ ჯეო ჰოსპიტალში ეს იქნება საგარეჯო ჯეო ჰოსპიტალი იყო, მარნეულის ჯეო ჰოსპიტალის წარმომადგენელი, დასავლეთ საქართველოსდან იყვნენ ქუთაისის წარმომადგენლები და შეუძლიათ იქ დანარჩენი ისინი იქნება ის საქართველოში დაკვირვების ქვეშ თელის ორსულობის განმავლობაში. ეს ანალიზები და სულ ყველაფერი იგზავნება თურქეთში და იმათთან ერთად ხდება ამ ხალის მონიტორინგი და შემდგომი თუ რამე საჭირო იქნება კურნალობა. ეხლა ფასების დაკლება მოხდა კიდე იმის ხარჯზე, რომ ეს საკმაოდ ძვირადღირებული პროცედურაა და ეხლა $5,000 საკმაოდ დიდი ფასია, მაგრამ იმასთან შედარებით, როგორც ეხლა არსებობს, ფაქტიურად არის 40%-ით ნაკლები, ვიდრე სხვაგან რო ეკუნალოს და ეს ახერჯდება იმის გამო, რომ ხალი მოდის ჩვენთან ჯეო ჰოსპიტალში, პირადად მე გურჯაანში ამას მე თვითონ ხელმძღვანელობ, ტარდება ის პროცედურები და ის გამოკვლევები, რომელმაც იმათ აინტერესებთ, რომელიც შეიძლება ჩატერდეს ჩვენს პირობებში, ჩვენს ჯეო ჰოსპიტალში, იმათ იციან ჩვენი მონაცემებიც და ჩვენი გამოკვლევების ისიც ეფექტურობა. იგზავნება ეს ყველაფერი სტამბულში, აჯებადენის კლინიკაში და ამ კლინიკას ხელმძღვანელობს პროფესორი ბიულენტ ტირაში, რომელიც თვითონ განიხილავს ნებისმიერ შემთხვევას და მერე უკვე იგზავნება იქიდან ესეთი მოკლე რეზუმე, ამ ხალხს რა დაავადება აქვს, როგორი კურნალობა უნდა ჩატარდეს და რომელ დღეებშია უფრო ყველაზე ეფექტური, რომ გაიგზავნოს, წინასწარ ხდება ამის უკვე შეთანხმება ამ ოჯახთან და მერე ეს ხალი უკვე ის რა ქვია, თავის ქმართან ერთად იმგზავრება აჯებადენის კლინიკაში, თავსდება იქა და ესე ხდება in vitro განაყოფიერება. ამათი ცენტრი არსებობს ახლა გაიხსნა თბილისში, ვაკეში, ეს არის ყოფილი მეცხრე საავადმყოფოს ტერიტორია თურქეთის საელჩოსთან. სადაც იქ მუდმივად არიან წარმომადგენელი აჯებადენის კლინიკაში, აჯებადენის კლინიკის წარმომადგენლები და რომელთაც შეუძლიან უფრო ვიწრო კონსულტაცია ჩაუტარონ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სჭირდება ეს მეთოდი კურნალობისა.
გასაგებია და ალბათ დაინტერესებთ ისევ იმ კატეგორიას, ვისაც ეს სჭირდება, რომ ამ ხელოვნური განაყოფიერებით ბავშვი ჩვეულებრივ ნორმალურად განვითარდება და იქნება ჩვეულებრივ. რა თქმა უნდა, ეს მაგათი ეს დამწყებები არ არიან, ეგენი მაგაზე დიდი ხანია მუშაობენ. ევროპიდან არიან მაგათთან პაციენტები წვანან სხვა ქვეყნებიდანაც ლათინური ამერიკიდან საკმაოდ გაფართოებული ქსელი აქვს. ეხლა შემოდიან საქართველოში, რომ ითანამშრომლონ ჩვენთან. არ არის ბატონო მერაბრო ქმარსაც და ცოლსაც ჰქონდეთ საშუალება, რომ ბავშვი ჩვეულებრივ იყოლიონ, მაგრამ რატომღაც მოდასავით არ გადაიქცეს და ყველამ არ დაიწყოს თქვათ ხელოვნურად იქ განაყოფიერებაზე, იქ კონსულტაციები და სიარული. ეს ხო არ იქნება ამის საშიშროება. მე პირადად ამაში ვერ ავხედავ რამე საშიშროებას, იმიტომ რომ ეს ყველაზე უკიდურესი შემთხვევა, როცა იმედი დაკარგული აქვს ოჯახს და აქვთ კიდე ერთი შანსი, რომ ჩაიტარონ გამოკვლევები, წავიდნენ და ეს რა ქვია, გაბედნიერათ იმათი ოჯახი დაფეხმძინდეს და იყოლიონ შვილი. და ეს ვერანაირად ვერ გადაიქცევა ეს რაღაცა სპეციალიზებულ მოდად და რაღაც ეს პირიქით უკიდურეს შემთხვევა თვითონ ეს თურქული კანონმდებლობით დონორება აკრძალული, ამიტომ აუცილებლად უნდა ეს ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვისაგან ეყოლოს. ეგ არის ყველა ეს დონორი აენაცვლოს. დონორით იქ არის აკრძალულია მაგათი კანონმდებლობით, მაგაზე არ ამუშავებენ, აუცილებლად ქვისა. თუ ქმარს ისეთი ის აქვს მდგომარეობა, რომ ამ ქვისაგან არ შეიძლება რომ იყოლიონ დაფეხმძინდეს ეს ქალი, პირდაპირ ეუბნებიან და ესეთ პაციენტს ხელს არ აკიდებენ. რომ თქვენ ქვისაგან არ გეყოლებათ შვილიო. და ისე კი ნებისმიერ იმასაც კუნალობენ, კაცის დაავადებასაც აკუნალობენ, რომელსაც შეუძლიათ რომ მე ამოღებული სპერმით დააფეხმძიმონ ის კვერცხუჯრედი, რომელიც ამოღებულია ქალის ორგანიზმიდან. გასაგებია და ჩვენ ამ კუთხითაც რაღაც განსაკუთრებით წინ გადადგმული ნაბიჯი გვაქვს, რომ რა თქმა უნდა შეიძლება მოვგვაროთ ასეთ კატეგორიის ოჯახებს და მათ ჩათვალონ უკვე რომ თუ კი ისინი გადაწყვეტენ, ყველანაირი პრობლემა მათ მოეხსნება და მათ ეყოლებათ სრულფასოვანი შვილი, ალბათ ეს არის. მე მაინც რა თქმა უნდა, მე მაინც მიზანს იმაში ხედავ დღევანდელი გადმოცემისა, რომ ოჯახში სადაც იზრდება ქალი გოგო როცა ეზდებათ, ის არის მომავალი დედა და ამიტომ ყველანაირად ოჯახმა უნდა შეუწყოს იმ გოგოს გაზდას, რომ ჩამოყალიბდეს იმისაგან ჯამთელი ქალი, რომელსაც უნდა მომავალში იმყოლიოს დაფეხმძინდეს და ქონდეს შექმნას ოჯახი. და ეს ყველაფერი ხდება ოჯახის პირობებში, ამიტომ მშობლებსაც დიდი როლი ანიჭებათ, რომ მოწესრიგებული ადამიანი, მოწესრიგებული ქალი გაზარდონ და წინასწარ შეამზადონ ოჯახის, რომ ეს უნდა იყოს ოჯახის დედა და ასე შემდეგ. გასაგებია ბატონო მერაბ, დიდი მადლობა. პატრიოტ ტელემაგურებლებო, მინდა ისე და ისე შეგახსენოთ, რომ გადაცემა ჯანმრთელობის ხარდამჭერია ფრანგულ-ქართული სამედიცინო ცენტრი კახეთი იონი, სადაც წარმატებით მიმდინარეობს სკრინინგით გათვალისწინებული გამოკვლევები. ეს გამოკვლევებია მანდილოსლის სარძევე ჯირკვლები, სადაც უნდა მიბრძანდნენ 40-დან 70 წლის ასაკის მქონე ქალბატონები, საშვილოს ნოწყელის გამოკვლევა 25-დან 60 წლის ასაკის მქონე მანდილოსლები, მსხვილი ნაწლავის გამოკვლევა 50-დან 70 წლის ასაკის მქონე მოქალაქეები და პროსტატის გამოკვლევა 50-დან 70 წლის ასაკის მქონე მამაკაცები. თბილისის გარდა საქართველოს ყველა რეგიონიდან. ცხადია ეს ყველაფერი უფასოდ. ხელმძღვანელი ქალბატონი ნარგიზი ზიბზიბაძე. და აქვე გახსნა და ფუნქციონირებს დიალიზის და ქიმიოთერაპიის კაბინეტი. აღნიშნული კუთხით დაავადებული შეუძლიათ მიზანზე და ჩაიტარონ კურნალობა. მე კი წარმოგიდგენთ ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარს. გურჯაანის ჯეოგოსპიტალის სამიანო გინეკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი ბატონი მერაბ პაპუაშვილი. ბატონო მერაბ, მადლობა აქ მომბრძანებისათვის, საინტერესო საუბრისათვის და ჩვენ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ამ გადაცემის შემდეგ დაინტერესდებიან აღნიშნული კუთხით ის საზოგადოება, ის ქალბატონები, ის მამაკაცები, რომლებსაც ასე სჭირდება დახმარება და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ხავდეთ ნორმალური სრულფასოვანი შვილები და ცხადია ეს ყველაფერი იქნება მათი ოჯახის ბედნიერების საწინდარი. მინდა თქვენთან ერთად დავშვიდობოთ ჩვენს ტელემაგურებლებს, კარგად გრძელდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.
გადაცემის მხარდამჭერია ფრანგულ-ქართული სამედიცინო ცენტრი კახეთი იონი.